ირანის რეჟიმს სურდა ტერორის ომი დაეწყო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. და ახლა შეერთებული შტატები ოფიციალურად აიძულებს მათ ამისთვის პასუხი აგო. უკვე რამდენიმე კვირაა სასოწარკვეთილი ისლამური რესპუბლიკა ატარებს უმოწყალო და ლაჩრულ კამპანიას. ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს და ესხმის თავს უდანაშაულო სატვირთო გემებს. მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთი იძულებული გახადოს ცეცხლის შეწყვეტაზე წავიდეს. მაგრამ ამერიკა აღარ იკავებს თავს. პირდაპირ შურისძიების მასშტაბური აქტით ამერიკულმა ბომბდამშენებმა სრულად გაანადგურეს მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ხიდი, რომელიც მტრის იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა და მთელი ნაგებობა მტვერად აქციეს. საბოლოო ანგარიშსწორება დაიწყო. და ჩვენი ამბავი იწყება იმით, თუ როგორ გააფართოვა ირანის რეჟიმმა ეს ომი ისეთ მასშტაბამდე, რომელსაც ვერ გაუმკვალდება. ვოქს კადრები ამ ომის პირველი დღიდან. მაშინ როცა აშშ-ო ირანში სამხედრო ობიექტებს უტევდა, ირანმა პირველივე დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მაგალითად ბაჰრეინში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა დაიწყო. შეხედეთ. ეს მაშინაც კი მოხდა, როცა ბაჰრეინმა, ქუვეითმა, საუდის არაბეთმა, ქატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყველამ განაცხადეს, რომ აშშ-ს არ შეუძლია მათი ბაზების ან საჰაერო სივრცის გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის. სინამდვილეში ამ ქვეყნებიდან ბევრისთვის ეს პირობა დღემდე ძალაშია. ომის დაწყებიდან 1 თვის შემდეგაც კი. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ირანმა მაინც შეუტია მათ. და ირანმა მხოლოდ ამ ქვეყნებში მდებარე აშშ-ს ბაზებს არ შეუტია. ირანი სამიზნედ იღებდა სამოქალაქო შენობებს, აეროპორტებს, პორტებს და რა თქმა უნდა ტანკერებსაც. რადგან როგორც ხედავთ, ირანული ტერორიზმი მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებით არ შემოიფარგლებოდა. მათ ეს ასევე გაავრცელეს საერთაშორისო წყლებზეც. მათ სამიზნედ აიღეს სამოქალაქო სატვირთო გემები და სამოქალაქო ტანკერები ჰორმუზის სრუტეში, სტრატეგიულ ვიწრო გასასვლელში, რომელიც საერთოდ არ არის ირანის იურისდიქციაში. ეს ითვლება საერთაშორისო წყლად, სადაც ყველა ქვეყანას აქვს თანაბარი უფლება გაიაროს. ეხლა თქვენს ეკრანზე ნაჩვენები კადრები თაილები თათაილანდელ მეზღვაურებს ეკუთვნით, რომლებიც ცდილობდნენ სრუტიდან უკან გამოსვლას. ისინი გაჭედილები იყვნენ არაბეთის ყურეში და ალბათ საკვები და მარაგები ეწურებოდათ. ისინი ცდილობდნენ სახლში დაბრუნებას და გასვლის მცდელობისას მათ თავს დაესხნენ. ისინი არიან ტაილანდიდან, ქვეყანიდან, რომელსაც ამონთან არანაირი კავშირი არ აქვს. და მიუხედავად ამისა, ირანის საზღვაო ძალები, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალები მაინც აგრძელებენ მათზე თავდასხმას. ეხლა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იდავოთ, რომ ირანს სხვა გზა არ აქვს. ირანის სამხედრო ძალები ვერ შეედრება აშშ-ს სამხედრო ძალებს. ეს შეიძლება მართებული არგუმენტი იყოს, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ირანის სამხედროები სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. ამას თავისი სახე მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზიც არ უნდა იდგეს ტერორიზმის უკან. ეს მაინც ტერორიზმი. და ამას გარდა მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ირანის მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმების გამო ომი ახლა ისეთ მასშტაბებს ირემი არ ელოდა. სულ გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თვიტი გამოაქვეყნა. ირანში ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა და აღარასოდეს იქნება გამოყენებული. დროა, ირანმა შეთანხმება გააფორმოს, სანამ ძალიან გვიან არ არის, სანამ არაფერი დარჩენილა. ეხლა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამბის ყველა მხარე განვიხილოთ. ინტერნეტში არიან ადამიანები, რომლებიც დაობენ, იყო თუ არა ეს კანონიერი თავდასხმა. ეხლა კი არიან იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონიერია. არის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არაკანონიერია. და მე არ ვარ საერთაშორისო იურისტი, საერთოდ არ ვარ იურისტი. ასე რომ ჩემი აზრი ამ დებატებში პრაქტიკულად უსარგებლო იქნებოდა. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი არის ის, რომ ხიდები ყოველთვის სამხედრო სამიზნე იყო ნებისმიერ კონფლიქტში. სინამდვილეში 2022 წლის თებერვალში უკრაინის შიგნით უკრაინელებმა საკუთარი ხიდები ააფეთქეს, რათა რუსული წინსვლა შეეჩერებინათ. და შემდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც უკრაინელებმა საკუთარი კონტრშეტევა დაიწყეს, რუსებმა ხიდები ააფეთქეს კონტრშეტევის დროს, რათა საკმარისი დრო ქონოდათ უკან უსაფრთხო ადგილას დასაბრუნებლად. არმიები ხიდებს ანადგურებენ მას შემდეგ, რაც ხიდები გამოიკონეს. და ეს ირანში უბრალოდ რიგითი ხიდი არ იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი იყო. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები ამ ხიდს იყენებდნენ თეირანიდან დასავლეთ ირანში გაშვების ადგილებზე რაკეტებისა და მათი ნაწილების გადასატანად. მაგრამ მეორე მხრივ, ირანი ამტკიცებს, რომ ხიდი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, რაც ახალ დებატებს იწვევს. სადაც ხალხი ამბობს, როგორ შეეძლო სამხედროებს ხიდის გამოყენება, თუ ის ჯერ კიდევ შენდებოდა. მაგრამ სწორედ აქ ჩანს, რომ ამ დებატების ძირითადი პრობლემა იწყება იმით, თუ როგორ იხენებდნენ ირანელები ამ ხიდს. ხიდი საჯაროდ უნდა გახსნილიყო გასულ წელს, რომ საზოგადოებას გამოეყენებინა, მაგრამ თქვეს, რომ ის ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო. ამიტომ ვერ გახსნეს იგი. შემდეგ იგივე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა თქვეს, რომ ის ისევ მშენებლობის პროცესშია. ამიტომ საზოგადოებას ვერ გაეხსნა, ან ვერ გამოიყენეს იგი. მაგრამ ამ მთელი დროის განმავლობაში სამხედროები იყენებდნენ ხიდს, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.
აქ ყავს ყოფილი იუთუბერი Orisi TV, რომელიც ამას ბევრად უკეთ ხსნის ვიდრე მე. მოусმინეთ. ეს ხიდი B1 ირანის მემკვიდრეობის ნაწილი არ იყო. ეს იყო ახალი ხიდი, ახლა დაშენებული ხიდი, რომელიც ჯერ არც კი იყო გახსნილი. და არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ეს დაარქვეს. ისინი აპირებდნენ ოფიციალურად გაეხსნათ ეს ხიდი მოძრაობისთვის წლის დასაწყისში. ტექნიკურად ეს 2 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ, ან შარშან, როგორც არ უნდა იყოს. და შემდეგ გადაიდო, რადგან აშკარად ისლამური სოციალისტური ეკონომიკური პოლიტიკა არც ისე ეფექტურია. და შემდეგ ისევ გადაიდო. 2 თვის წინ უნდა გაეხსნათ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო მზად, როგორც ამ სურათზეც ხედავთ, ის მაინც დაუსრულებელი იყო. მაგრამ მთავარ მედიაში ისე წარმოაჩინეს, თითქოს ყველაფერი მზად იყო. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს იყო მოქმედი ხიდი, სადაც მოძრაობა მიმდინარეობდა და შემთხვევით უდანაშაულო მოქალაქეებს ამერიკელები და ისრაელელები ესროდნენ. ეს არის ომის დანაშაული. დამშვიდი. მიზეზი, რატომაც ეს დაარტყეს, რეალურად ის იყო, რომ ხიდი ოფიციალურად გახსნილი არ იყო. ასე რომ სიმბოლურად ეს იყო იმის ნაწილი, რომ ჩვენ დავარტყამთ თქვენს ინფრასტრუქტურას, მაგრამ დავარტყამთ ისეთ რამეს, რაც რეალურად გახსნილი არ არის. მეორეც, ეს მაინც მნიშვნელოვანი იყო ლოგისტიკის თვალსაზრისით მომავალში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოებისთვის გახსნილი არ იყო, ის გახსნილი იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსისთვის. ასე რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი იყენებდა B1 ხიდს სამხედრო ტექნიკის გადასატანად ქარაჯსა და თეირანს შორის. ასე რომ ეს ხდებოდა. ასე რომ ლოგისტიკური კავშირი გაწყდა ორ ქალაქს, ქარაჯსა და თეირანს შორის. ეხლა მოდით ვისაუბროთ კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად იწყება შეერთებული შტატებიდან. 1 აპრილის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ში ემზადება ირანის დაბომბვისთვის და მის ქვისხანაში დაბრუნებისთვის. მოусმინეთ და შემდეგ აგეხსნით, რატომ არის ეს პრობლემური ფორმულირება. თავიდანვე ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდანვე ნათლად განვაცხადეთ, რომ გავაგრძელებთ მანამ სანამ ჩვენი მიზნები სრულად არ იქნება მიღწეული. იმ პროგრესის ხალობით, რაც მივახციეთ, დღეს საღამოს შემიძლია ვთქვა, რომ მალე, ძალიან მალე, ამერიკის ყველა სამხედრო მიზნის შესრულების გზაზე ვართ. მომდევნო 2-3 კვირაში მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ მათ უკან ქვისხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილი არის. ამასობაში მოლაპარაკებები გრძელდება. რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ ყოფილა. ჩვენ არასდროს გვითქვამს რეჟიმის შეცვლა, მაგრამ რეჟიმი შეიცვალა, რადგან მათი ყველა თავდაპირველი ლიდერი მოკვდა. ისინი ყველა მკვდარია. ახალი ჯგუფი. ხიდზე დართმა დაინახე? ეს კანონიერია, რადგან სამხედრო ობიექტია. მაგრამ ასეთი სიტყვები, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან გამოიყენა, აძლიერებს იმ ადამიანებს, ვინც ამ ომის წინააღმდეგია და აძლევს საბაბს ირანის სახელმწიფო ტელევიზიას. ეს აძლევს მათ საშუალებას წარმოაჩინონ ეს ისე, თითქოს ამერიკა მხოლოდ რეჟიმის კი არა, ირანელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებასაც ცდილობს. და ეს მარტივი გამარჯვება მეორე მხარისთვის. ეხლა მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ აშშ-ს ირანში განზრახ არც ერთი სამოქალაქო ობიექტი სამიზნედ არ აურჩევია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი სიტყვები არავის ეხმარება. ამ ყველაფრის პარალელურად ირანი რეალურად ჩადის ომის დანაშაულებს, რომლებიც ქვეყანაში კვლავ გრძელდება. ეხლა სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. დააჭირეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს. ეს ნამდვილად გვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანულ ტერორიზმსა და ომის დანაშაულებზე ვსაუბრობთ. YouTube-ის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი უბრალოდ ეძებს ამ სიტყვებს და როცა მათ მოისმენს, ვიდეოს ზღუდავს, რადგან ფიქრობს, რომ ის რეკლამისთვის არ არის შესაფერისი. ასე რომ, თქვენი მხარდაჭერა მართლაც ძალიან გვეხმარება. მაგრამ მოდით ახლა სიახლეებს მიუბრუნდეთ. ირანი დაიწყო 12 წლის ბავშვების სამხედრო კამპანიებში ჩართვა, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ხელმძღვანელობს. Amnesty International-მა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის ომის დანაშაული, რომელსაც ირანის რეჟიმის ჩადის. ეს უკანონოა ნებისმიერი გაეროს კანონით, რომელსაც არ უნდა გადახედოთ. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე საერთაშორისო იურისტებს არ აქვთ დებატები. და ამას გარდა, სიკვდილი დასჯები ყოველდღიურად გრძელდება. სულ გუშინ, ირანმა სიკვდილი დასაჯა 19 წელიწლის ბიჭი, რომელიც იანვრის პროტესტში მონაწილეობდა. ის არის მეცხრე პატიმარი, რომელიც ამ ომის დაწყებიდან დაახლოებით 1 თვის წინ სიკვდილით დასაჯეს. იმედი მაქვს, ხალხი აცნობიერებს, რამდენად ძიმია ეს ყველაფერი. ადამიანი, რომელიც ახლა 18 წლისაა, სავარაუდოდ 2007 ან 2008 წელს არის დაბადებული. ეს ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება წინ ქონდა და ირანის რეჟიმის სიკვდილით სჯის მხოლოდ იმიტომ, რომ მან მონაწილეობა მიიღო პროტესტში, რომელიც თავიდან ეკონომიკური პროტესტი იყო. ხალხი ირანის მთავრობის არასწორი მართვის წინააღმდეგ აპროტესტებდა. თვითონ ირანის პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს ეროვნულ ტელევიზიაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რეჟიმის სიკვდილით სჯის ყველას, ვინც ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგია. და იცით რა, ისინი ასევე დასდევენ ადვოკატებს, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზე, რაც ხდება. შეხედეთ ამ ანგარიშს. ირანში ახლახან დააკავეს ადამიანის უფლებათა ადვოკატი, რომელიც იცავდა იმ ადამიანებს, ვისაც რეჟიმის სასამართლოს გარეშე აკავებდა და სიკვდილით სჯიდა.
ეს ნიშნავს, რომ ახლა ყველა ვინც უსამართლობაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, სამიზნე ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ეშინია პროტესტების განახლების. და სანამ ეს ყველაფერი ირანში ხდება, ირანის გარეთ ომის დანაშაულები გრძელდება. ირანი ახლა ღიად ესმის ქუვეითში მდებარე გამტკნარების ქარხნებს. ქუვეითი არის ქვეყანა, რომელიც სასმელი წყლის დაახლოებით 90% ამ გამტკნარების ქარხნებიდან იღებს. ეს ნიშნავს, რომ ეს თავდასხმები პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიშია ქუვეითის მოსახლეობისთვის. Ვინც კი წარმოვიდგენ, რა გამართლება შეიძლება კონდეს ირანს, რომ ასე ესხმის თავს სასმელ წყალს. შეიძლება ცდილობენ როგორმე გაამართლონ ეს, რომ თქვან, ქუვეითის ბაზებზე მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებიც ალბათ სვამენ ამ წყალს, იმავე წყალს, რასაც ქუვეითის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ ირანის თვალსაზრისით ეს სამხედრო ობიექტია. ამ ლოგიკით ყველაფერს ამართლებენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩანს, რომ თვითონ ირანსაც კი ეშინია აღიაროს, რომ ისინი წყალს ესმიან თავს. ეს ხომ ისა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. და სწორედ ამიტომ ადანაშაულებს ირანი ახლა ამაში სხვა ქვეყნებს. ირანმა განაცხადა, რომ ეს ბოლო თავდასხმა ირანის ძალებს არ ჩაუდენიათ. ისრაელმა შეუტია ქუვეითის გამტკნარების ქარხანას. და ეს მათი ტენდენციაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე, როცა ისინი ახორციელებენ თავდასხმას, რომლის დაცვაც შეუძლებელია, უბრალოდ ადანაშაულებენ შეერთებულ შტატებს ან ისრაელს. მაგრამ მსოფლიო ხედავს, რას აკეთებს ირანი. მსოფლიო ხედავს, რას აკეთებს რეჟიმი. და ეხლა უკვე ქუვეითელი სამოქალაქო პირებიც კი გამოდიან ირანის წინააღმდეგ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სამოქალაქო მოსახლეობა ირანის წინააღმდეგ გამოდის, ეს ამ ურის ქვეყნების თავრობებს აძლევს მიზეზს ჩაერთონ პროცესში. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც ეს ყურის ქვეყნები ირანს არ უტევენ. იმიტომ რომ ამ ქვეყნების მუსლიმური მოსახლეობის დიდი ნაწილი ირანს თანაუგრძნობს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის ისრაელს ებრძვის. და თითქმის არც ერთი ყურის ქვეყანა ისრაელის დიდი გულშემატკივარი არ არის. ამიტომაც დარჩნენ ისინი განზე, რადგან არ სურთ რომ გამოჩნდეს თითქოს ისრაელთან ერთად სხვა მუსლიმურ ქვეყანას ებრძვიან. და ეს შეიძლება იცით, ამ მონარქიების უმეტესობაში შიდა პრობლემები გამოიწვიოს. მაგრამ ჩანს რომ ირანული ტერორისტული თავდასხმების გამო ეს ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს. სულ გუშინ ერთმა ერაყევმა სამხედრო მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მალე ჩაერთვება ამ ომში. ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. მოусმინეთ. სამხედროები ერთვებიან იმაში, რასაც ახლა აშშ და ისრაელი აკეთებენ. ეს არის პოზიცია, რომელსაც სამხედროები შეიძლება დაიკავონ. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ამ კონფლიქტის ნაწილი არ ვართ. ჩვენ ახლახან ირანელებმა ახლახან დაგვესხნენ თავს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოზიციას, ჩვენი და იმ ტერიტორიის დასაცავად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მჭიდრო მოკავშირეებთან და ასევე SPS-ას წევრებთან ერთად. მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხულია. იმ კონფლიქტის ნაწილი ვიყოთ. აუცილებლად არა, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები იტოვებს თავისუფლებას თავდაცვაზე ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, რომელიც მიმართულია საამიროების წინააღმდეგ. და ეს არის სამხედროებისა და შეიარაღებული ძალების მთავარი როლი. გარდა ამისა, ეს არის არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო ოფიციალური პირი და მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამას. მაშინაც კი როცა ამ ომში უკვე ერთი თვეზე მეტია გასული და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანიდან გაშვებული ათასობით რაკეტა და დრონი მოიგერია, საამიროების მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუწია ნებართვა შეერთებული შტატებისთვის გამოიყენოს საამიროების ბაზები ან საჰაერო სივრცე ირანზე თავდასხმისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანი აგრძელებს თავდასხმებს და ისინი მხოლოდ ამერიკის ბაზებს არ ესმიან თავს, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც, ყველა ამ ქვეყანაში. მოусმინეთ. მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო იმაზე, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მათ მიანიშნეს, რომ ამერიკის თავდასხმები ირანში განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზებიდან და სწორედ ამიტომ მათ საპასუხოდ დაარტყეს საამიროებსაც. არის თუ არა არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო ძალა, საშუალებას აძლევს ამერიკას გამოიყენოს აქ არსებული სამხედრო ბაზები ირანზე თავდასხმისთვის. მე ვფიქრობ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა თავიდანვე ძალიან მკაფიოდ აცხადებდა, რომ საამიროების ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ასე რომ სამხედრო თვალსაზრისით ეს არასწორია და ასეთი რამ არ ხდება. ეხლა რომ გავიგოთ რატომ იქცევა ირანი ასე დღეს, უნდა დავბრუნდეთ უკან და დავაკვირდეთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც ეხლაა ეს. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სიამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ, მე-19 საუკუნეში, როცა ხაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები გავლენას ირანზე დღემდე. და იცით რა, ცუცად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა.
ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად გაეცანით. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ბოლო ეკრანს. ანუ დააჭიროთ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.